დღეს დილის საათებში ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების ახალი ტალღა გაუშვა. შედეგად ირანულმა რაკეტებმა მძიმე ზიანი მიაყენა 4 ობიექტს ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელში. თურქული მედიის ცნობით, ირანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა სამხრეთ ისრაელის ქალაქ ბეერშებაში მდებარე სოროკოს საავადმყოფოსაც მოხვდა, სადაც ღაზაში მებრძოლი ისრაელელი ჯარისკაცები მკურნალობდნენ. ასევე დაზიანდა ქალაქ თელ-ავივის ცენტრი, სადაც დასახლებული პუნქტია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანული რაკეტები რამათგანსა და ხოლონშიც ჩამოვარდა. ისრაელის სამხედრო ძალების თქმით კი ისინი თეირანში სამხედრო ობიექტებს თავს დაესხნენ. აღსანიშნავია, რომ 13 ივნისის გამთენიისას ისრაელმა მასშტაბური საჰაერო ოპერაცია განახორციელა ირანის წინააღმდეგ. თავდასხმების შედეგად მოკლულია დაახლოებით 20 მაღალი რანგის ირანელი სამხედრო და ბირთვულ პროგრამაში ჩართული 10 ირანელი მეცნიერი. ირანის სამხედროების მიერ ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმის შედეგად კი ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 500-ზე მეტი დაშავდა.